ფორმით ის თუ როგორ დამთავრდება ეს ომი. ანუ ამ ხრივ რაღაცა ერთის მხრივ აი თითქოს ულტიმატუმია, რომელიც წაუყენა ტრამპმა ზელენსკის და ამ ულტიმატუმში მხარს უჭერენ ტრამპს. მაგრამ ნუ მეორე მხარეს დემოკრატები აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ აფასებენ ამას, უბრალოდ კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინას დააზიანებს და ევროპას მასთან ერთად არამედ შეერთებული შტატების ინტერესებისთვისაც დამანგრეველი იქნება იმ შემთხვევაში თუ არ განუახლდა უკრაინას დახმარება. ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ ალბათ არის მნიშვნელოვანი რომ ის რაც შეჩერდა ამ ეტაპზე არის შეიარაღება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ აი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოუყო, სანამ დამთავრდებოდა ადმინისტრაციით, დემოკრატების ადმინისტრაცია. ამ თანხიდან დიდი ნაწილი გაგზავნილია უკვე უკრაინაში, დაახლოებით $3 მილიარდი იყო დარჩენილი პრეზიდენტის განკარგვაში, ასე რომ ვთქვათ, და ამ 3 მილიარდიდან ახლა არის გაყინული გაჩერებული არის 1 მილიარდი. სამხედრო ექსპერტები ამბობენ იმას, რომ უკრაინა სავარაუდოდ უკვე იმ მარაგებით, რაც დღემდე აქვს, სადღაც წლის შუა რიცხვებამდე თუ შუა თვეებამდე, ან სავარაუდოდ ზოგი ამბობს, რომ წლის ბოლომდე შეეძლება, რომ თავი გაართვას აი ამ იარაღის მიწოდების გამო შექმნილ დეფიციტს. თუმცა არის საშიშროება იმისა, რომ უკრაინას არ ჰქონდეს ისეთი შეიარაღება, რომელიც მას განსაკუთრებით ცის დაცვისთვის სჭირდება. აქ საუბარია განსაკუთრებით პატრიოტებზე და პატრიოტებისთვის საჭირო ამუნიციაზე, ასე ვთქვათ, რომელიც გამოიყენება, რომელიც არის ერთადერთი დასავლური იარაღი, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტის და კინჯალის ჩამოგდება შეუძლია. ასე რომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ ან დღეს რა სიტყვის პრეზიდენტი ტრამპი კონგრესში, ან როგორ განვითარდება ეს მოვლენები, რომლებიც ახლა რაღაცა ძალიან სწრაფად ვითარდება და ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ დაეწიო და რაღაცა ისეთი. რამდენ საათია დაგეგმილი ეს გამოსვლა, ხო არის? ზუსტად 12 საათი, 11:09 საათში, ანუ ვაშინგტონის დროით საღამოს 9 საათზე. კი ბატონო, ანუ ჩვენ ახვალ გავიგებთ ამ ამბავს. ჩვენ ხალხ გაიგებთ კი. კი ბატონო, მე მაინტერესებს რესპუბლიკელებში თუ არის განსხვავებული მოსაზრებები, ანუ რესპუბლიკელ პარტიაში თუ იგრძნობა რაღაც მოძრაობები ტრამპის ამ პოლიტიკისადმი უკმაყოფილება თუ რაღაც პარტია მთლიანად დამონებულია ხა პრეზიდენტის ამ პოლიტიკას. ნუ პარტია რა თქმა უნდა უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპს, უჭერს მხარს გამომდინარე იქიდან რომ მან ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა არჩევნებში და მოგეხსენება შეერთებულ შტატებში ყოველ 2 წელში ერთხელ იმართება არჩევნები. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის 1/3 და ეს ადამიანები რესპუბლიკელები ცდილობენ რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა შეინარჩუნონ თქვათ საკუთარ არჩევნებზე ფიქრის გათვალისწინებით, ასე რომ თქვათ არ უნდათ რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ მას იმისთვის რომ საკუთარი პოლიტიკური მომავალი გადაარჩინონ. არიან გამონაკლისები, რა თქმა უნდა, პარტიაში, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ალასკის სენატორი არის ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული ხმა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს და აკრიტიკებს იმისთვის, რომ აი ამ უკრაინასთან ურთიერთობების ფონზე თუ გაუარესების ფონზე ის გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი ლიდერი და სენატში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არიან რამდენიმე სენატორი, რომელიც ტრამპის კრიტიკას იმდენად არ ახმოვანებს, რამდენადაც ძალიან მკაფიო მხარდაჭერას გამოთქვამს უკრაინის მიმართ, რაც ერთის მხრივ მიანიშნებს იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ესეთ გამოკვეთილ კრიტიკას, აი გარდა 1-2 სენატორის რესპუბლიკელების მხრიდან ვერ ვხედავთ. დემოკრატების მხრიდან ფაქტობრივად პარტიულად არის გაყოფილი ეს მხარდაჭერა, დემოკრატები აბსოლუტურად ყველა ეწინააღმდეგება ტრამპის პოლიტიკას. კი ბატონო, რამდენად შესაძლებელია რომ შეიცვალოს ვითარება, ვთქვათ, რაზე იქნება ეს დამოკიდებული? ანუ ზელენსკი უნდა დათანხმდეს ყველა პირობას, რასაც ტრამპი ითხოვს. ხო, მაგრამ ფაქტობრივად იქ აღარ არის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ზელენსკი ითხოვდა. ანუ
გამოდის რომ რაღაც კაპიტულაციის მაგვარზე თხოვს დათანხმებას და მარტივი სიტუაცია არ არის ნამდვილად. ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია. მე მაქვს მოლოდინი რომ ეს შეიცვლება. შეიძლება სურვილია ეს მხოლოდ და უბრალოდ მოლოდინი მგონი არ ვიცი. მართალი ხართ იმაში, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ესეც ტრაგიკულად დაუკავშირდა იმ პარასკევის შეხვედრას თეთრ სახლში, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად დამთავრდა, როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე უკრაინისთვის. აი ამის გაგრძელება იყო შემდეგი ყველაფერი, რაც ვნახეთ. და ფასდება ტრამპის შეთავაზება როგორც ულტიმატუმი ზელენსკისთვის, როგორც ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ის დათანხმდეს მინერალების შეთანხმებას და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად მიიღოს ის ეკონომიკური ჩართულობა, რომელიც შეერთებულ შტატებს ექნება. თვითონ პრეზიდენტი ტრამპიც და მისი ადმინისტრაციის წევრებიც აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების თუნდაც ეკონომიკური ინტერესების უკრაინაში ყოფნა ერთგვარი გარანტიაა უკვე იმისა, რომ თქვათ უკრაინა შედარებით დაცული იქნება. კიდევ ერთი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ ტრამპი ცდილობს, რომ რამენაირად ევროპა უფრო მეტად ჩართოს იმაში, უკრაინის დაცვაში. მან ეს რა თქმა უნდა არაერთხელ გააჟღერა, ეს მითითება არ არის, ესეთი შეფარული მითითება არ არის, ძალიან გამოკვეთილად და ხმამაღლა ამბობს იმას, რომ ომი მიმდინარეობს ევროპაში, რომ ევროპა ესაზღვრება უკრაინას, თუ როგორც არის ეს ომი ესაზღვრება ევროპას და ამიტომ მათ უნდა გაიღონ უფრო მეტი. რასაც ევროპის მხრიდან ვხედავთ ამ ეტაპზე, საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯები დავინახეთ განსაკუთრებით აი ამ უქმეებზე ლონდონში შეხვედრის შემდეგ და ხუთშაბათსაც არის მოსალოდნელი კიდევ ერთი შეხვედრა ევროპელი ლიდერების და სავარაუდოდ იქაც რაღაცა ახალს გავიგებთ. ასევე არის საუბარი იმ 300 მილიარდის გაყინული 300 მილიარდის რაღაცა ფორმით უკრაინისთვის უკრაინის თავდაცვაზე გამოყენებისთვის. ამას ბელგია, გერმანია და საფრანგეთი ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ აქამდე, მაგრამ ახლა თითქოს ყოველ შემთხვევაში მედიაში ვრცელდება რაღაცა შეფასებები, რომ შესაძლოა მათი პოზიციები შერბილდეს ამ მიმართულებით. მაინც უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ საბოლოო ჯამში, ესეთ გამოკვეთილად სამწუხაროდ ამ ეტაპზე დასკვნებს ვერ ვაკეთებ. კი ბატონო, ნახოთ რა იქნება კონგრესში. მადლობა დიდი. იაუმე ურმიშვილი გვერდთვებოდა, ამერიკის სპეცყოფილი ჟურნალისტი და ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ჩართო ამერიკიდან გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ჩაგვერთვება. ამამდე კი რამდენიმე განცხადებას გაგაცნობთ კიდეს, რომელიც გაკეთდა ტრამპის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, სენატორი ჯინ შახინი ამბობს, უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინსო, განაცხადა მან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კი თქვა ჯი-დ ვენსმა, რომ ვლადიმერ ზელენსკისთვის კარი ღია რჩება, თუ ის მშვიდობის შესახებ სერიოზულად საუბრისთვის მზად არისო. ასევე ილონ მასკმა გააკეთა განცხადება, შეწყვიტეთ კაცების არაფრის გამო დასახოცად გაგზავნაო, ამბობს ილონ მასკი, ანუ რაღაც ისეთი მშვიდობის მტრედის როლში გვევლინება. ევროპის ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ მიისწრაფვიან და ვნახოთ საბოლოო ჯამში ეს რა გამო. მარგუს ცახკა ამბობს, აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზები შეივსოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა და ამ მხრივ მიდის სერიოზული, ასე ვთქვათ, მუშაობა და ვნახოთ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რა შედეგს გამოიღებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ ფიალა უკრაინის დახმარების დაპაუზებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების გადაუდებელ აუცილებლობასო. ის ამბობს, რომ ევროპა სიტყვებიდან მოქმედებაზე მტკიცედ გადავიდესო, განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. დიმიტრი პესკოვი კი ბუნებრივია და რუსეთი ამით აღფრთოვანებულია. პესკოვი ამბობს, თუ ეს სიმართლეა, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიევის რეჟიმს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოსო. განაცხადა მან. დონალდ ტუსკი ამბობს,
უკრაინა რომელსაც შეუძლია დაიცვა საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, ვინც ამ ჭეშმარიტებას ეჭქვეშ აყენებს, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს, ამბობს ის. კიდევ ერთ განცხადებას წაიკითხავთ, ბენჯამინ ჰადიდი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება მშვიდობას უფრო შორეულს გახდისო, განაცხადა მან, ამ განცხადებას უფრო ვრცლად წავიკითხავ. საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჯამინ ჰადიდი აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ მშვიდობას უფრო შორეულს ხდის. ფუნდამენტურად, თუ მშვიდობა გინდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება აძლიერებს მას. თუ უფრო შორეულს ხდის, რადგან აძლიერებს აგრესორს ადგილზე, რომელიც არის რუსეთიო, ამბობს ფრანგი მინისტრი. გიორგი ხატიაშვილი ხაზია, მივესალმები მას, გამარჯობა გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მაინტერესებს ზოგადად რა შენი შეფასებაც როგორია და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში როგორ ფასდება ტრამპის გადაწყვეტილება გააჩეროს უკრაინისთვის დახმარება. წინასწარმოსაც ამას ვეკითხებოდი, ეს არის ალბათ ახლა მნიშვნელოვანი ამერიკის საზოგადოებისგან, პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან ტრამპი რამდენად გრძნობს ზეწოლას, თუ მხარდაჭერას გრძნობს ამ მიმართულებით. ამერიკის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და ზოგადად საზოგადოებაში ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება ისევ და ისევ იმ პოლარიზაციის და იმ პარტიულ ჭრილში, ანუ დემოკრატების სრული კი არა და ყველა დემოკრატი იქნება ამის წინააღმდეგი და აღშფოთებული და რესპუბლიკელები რა თქმა უნდა მწყობრში ჩადგებიან და მხარს დაუჭერენ, იტყვიან, რომ აი პრეზიდენტ ტრამპი ამერიკის ღირსებას იცავს. შეიძლება 1-2-3 ანტიტრამპისტი რესპუბლიკელმა ამოიღოს ხმა, მაგრამ რეალურად ეფექტური წრეხი მე ამგონია ახლა ტრამპზე ამის გამო განხორციელდეს. მას საკუთარ პარტიაში აქვს ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი მხარდაჭერა და შესაბამისად ყველა ეს სენატორი და წარმომადგენელთა პალატის წევრი უნდათ თუ არ უნდათ, თუ იდეოლოგიური ტრამპისტები არიან, თუ ოპორტუნისტები არიან, იძულებული არიან, თუ უნდა თუ არჩევნების შემდეგ ციკლშიც მოიგონ, მას ასე ვთქვათ, ხარი დაუჭირონ. კი ბატონო, მაშინ რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, ანუ შეიძლება ჩვენ მართლა მივიღოთ შედეგად ის, რომ უკრაინა დარჩეს ამერიკული მხარდაჭერის გარეშე. ნუ თვითონ ტრამპი თავის განცხადებებში თქვათ რატომ მოხდა ხო ეს გაჩერება ეს დახმარების ტრამპი არ მალავს თავის განცხადებებში რომ მას ასე ვთქვათ სურს მშვიდობის მიღწევა თუ რა ცეცხლის შეწყვეტა და ის თulis რომ პრეზიდენტი ზელენსკი მას ეწინააღმდეგება ხო და ეს გაჩერება დახმარების არის აი იმ ციკლის გაგრძელება რომ თქვათ როგორც ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა ხო დაახლოებით რომ როცა გონს მოეგება მერე თქვათ ისე უხეშად რომ თქვათ გამოიაროს მერე და შესაბამისად ეს არის თქვათ ესეთი ასე თქვათ იძულების მეთოდის გამოყენება რომ თქვათ პრეზიდენტი ზელენსკი დახვეს მის გეგმას რომელიც ჯერ რა თქმა უნდა არ არსებობს მაგრამ ასე თქვათ ეს არის აი ეს თქვათ ძალისმიერი პოლიტიკის გაგრძელება რომ შენ მეწინააღმდეგების შენ არ გამოხატავ არანაირ სურვილს რომ თქვათ მე ამყვე ამ თქვათ ცეცხლის შეწყვეტას შესაბამისად აი ეხლა იქნება საპასუხო ზომები ხო ნუ ეს რა დამოკიდებულება დაახლოებით ასეთი არის რომ შენ ხარ ეხლა სუსტ პოზიციაში როგორც ეუბნება კარტები არა გაქვს და იმის ვაგებად რომ ხარი დაუჭირო სუსტ აქედან კიდევ ზეწოლა ამერიკის მხრიდან რომ დაგვემორჩილე და ფაქტობრივად ეხა ზელენსკიც რაზეც გაბრაზდა იმ მოვალეურ კაბინეტში ეს ხო მინერალების შეთანხმებას არ ეხებოდა ეს ეხება ორ თემას ეს არის რომ უსაფრთხოების არანაირი გარანტიას არ პირდება ტრამპი ეუბნება რომ ჩემი რაღაც პირადი პატივისცემის გამო პუტინი არ დაარღვევს შეთანხმებას და მეორე ის რომ ცეცხლის შეწყვეტას როცა ითხოვს და სამშვიდობო შეთანხმებას კომპრომისებს ძირითადად ითხოვენ უკრაინის მხრიდან ხო რუსეთს წაყენებული აქვს პირობები რომ ნატოში არ უნდა შევიდეს ტერიტორიები უნდა დათმოს ისიც კი რომელსაც ჯერ რუსეთი ვერ აკონტროლებს ზაპოროჟიეს და ასე შემდეგ ზელენსკი უნდა წავიდეს ამ პროცესში მოვიდეს და ამას ყველაფერს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია ხო მათგან გაგვიგია ჩვენ ეს რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ტერიტორიას კიევი ვერ დაიბრუნებს ნატოში ვერ შევა ანუ ფაქტობრივად ისე გამოდის რომ ტრამპის ადმინისტრაცია პუტინის ყველა მოთხოვნაზე თანახმაა და უკრაინას თხოვს რომ ამ კომპრომისზე წავიდეს და ეს გახდა მიზეზი ხო იმისი რომ პუტინი ზელენსკი იყო გაბრაზებული მოვალურ კაბინეტში და რა ის მინერალური შეთანხმება საბოლოო ჯამში არა მინერალური შეთანხმება არაფერ შუაში არ არის ამ კუთხით ჩემი აზრით იქ თვითონ იმ შეხვედრაზე
50 წუთი გაგრძელდა, ხო, აი JD Vance-ისთვის რომ არ გაეწყვეტინებინა, ის შეხვედრა გაუშვებდნენ იმ ჟურნალისტებს და მოაწერდნენ ამ მინერალების შეთანხმებას და ჩემი აზრით ზელენსკის უბრალოდ ცოტა უნდა დაეცადა, იმიტომ რომ რეალურად ისე არ უნდა გამოჩნდეს, რომ პუტინს და ტრამპს უნდა მშვიდობა და აქ ზელენსკი უშლის ხელს. ხო, მაგრამ აი ამ ასეთ პირობებზე რაც მეკითხარ, მე არანაირი პირობები ჯერ არ არსებობს. ეს არის პირობები, ხო, გახმოვანებულია, ანუ ნახე, რასომა გიორგი რუსეთის მხრიდან გახმოვანებულია ეს პირობები, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა შევიდეს, უნდა მოხდეს დემილიტარიზაცია, ანუ ჯარი დაშალოს უკრაინამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქ რა ქვია, ზაპაროჟიე და ყველაფერი უნდა წავიღო, მე რასაც ვაკონტროლებ, არ ვაკონტროლებ და ზელენსკი უნდა წავიდეს და ამ 4 მოთხოვნიდან 3-ზე თანხმობაა გაცხადებული ამერიკას უკვე ხმამაღლა ნატოზე, ტერიტორიებზე და ზელენსკის წასვლაზე. საბოლოო ჯამში შეიძლება დათანხმდეს ამ ჯარის დაშლასაც. და ბუნებრივია ზელენსკი ამიტომ იყო გაბრაზებული. მეც არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ რაღაცა ჩასაფრება მოუწყვეს. ზელენსკი იყო გაბრაზებული და გაბრაზებული მსაუბრობდა მთელი ეს პრესკონფერენცია. ბუნებრივია. არანაირი ჩასაფრება არ ყოფილა, რა თქმა უნდა. ხო, ამას ვამბობ. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჯერ რეალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა, ამიტომ ზაპოროჟიეს დათმობენ ამერიკელები თუ კრამატორს, ჯერ არაფერი ამაზე ცნობილი არ არის და ეს რუბიომ თქვა, რომ ჯერ საერთოდ მოლაპარაკებები არ დაგვიწყიაო და რა თქმა უნდა, ისეთ შეთანხმებას არ დავდებთო, რომელიც ძალიან მალე დაირღვევაო და ასევე პირობები ყველაფერი ეს არის ვაჭრობის საგანი. გასაგებია რომ თქვა ზელენსკი. ხო, მაგრამ ნახე გიორგი რას ვამბობ, ამერიკულ მხარეს უკვე ხმამაღლა აქვს ნათქვამი, რა უნდა დათმოს უკრაინა. მე ჩამოვთვალე, ხო, ეს განცხადებები ნატოში, ნატო უნდა დაივიწყოს, ტერიტორიების დაბრუნება უნდა დაივიწყოს, ზელენსკი უნდა გადადგეს და არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ რუსეთის მიმართ არანაირი პირობა ხმამაღლა ნათქვამი არ აქვს. ეს მარტივად ნიშნავს, ახლა ზელენსკის შეიძლება დახურულ კარს მიღვა უფრო მეტიც უთხრეს და ამიტომაც იყო ის გაბრაზებული, ხო? ანუ საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ხმამაღლა ვისმენთ, ნიშნავს, რომ ამერიკა მზად არის რუსეთის პირობებზე შეთანხმებაზე, ამას ეწინააღმდეგება ზელენსკი, იმიტომ რომ ერთმა უცხოელმა დაწერა და კარგად დაწერა, რომ ახლა ამ პირობებით დათანხმება ნიშნავს კაპიტულაციას და კაპიტულაციისთვის შუამავალი რა საჭიროა, მაშინ ჩავა ზელენსკი პირდაპირ მოსკოვში და დანებდება პუტინს. ახლა რა შეჭირდება ვაშინგტონი ასეთ პირობებზე? დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ნატოს საკითხს კი ბატონო, ხა ნატოს არც ბაიდენი არასოდეს უკრაინას ნატოში არ მიიღებდა. დაუბრუნდათ იმ საკითხს, რომ გასაგებია და შეიძლება მართლა კაპიტულანტურ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ზელენსკის უნდა დაეცადა და ანუ იქ იმ წუთას, ეხა უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა პრესკონფერენციაზე, როცა იცი რომ ამერიკა საერთოდ არ არის თანახმა ამ განცხადებებზე უსაფრთხოების გარანტიებზე, იმ წუთას იყო ანუ არანაირად პროდუქტიული არ იყო, თორე რა მოთხოვნები წარდგება იმ მოლაპარაკებებზე, ჯესეთი საერთოდ არ დაწყებულა, გასაგებია ხა ამერიკელებს წინასწარ რა განცხადებული, ასე ბევრი რამის განცხადება შეიძლება, ასე რუსეთს განცხადებული აქვს, რომ ბევრი რა განცხადება ამერიკელებს ისიც აქვს ნათქვამი, რომ არც ერთი მხარე კმაყოფილი არ დარჩება. შესაბამისად, ხა უნდა ჩემი აზრით არ უნდა გამოჩენილიყო ისე, რომ თქვათ ტრამპს და პუტინს უნდა მშვიდობა და თუ დაიწყებოდა ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, პუტინი ისეთ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს წარადგენდა, რომ შეიძლება ეს პროცესი ისევ რუსების ძალისხმევით ჩაშლილიყო. შესაბამისად, ამ კუთხით ხო, აი მაგაში აღარა ვარ დარწმუნებული ამ განცხადების მიერ. მე მრჩება შეიძლება რომ ტრამპს ისე უნდა მშვიდობის მიღწევა. აი თავისი დაპირების შესრულების გამო, თუ არ ვიცი ვიღაცებმა დაწერეს ნობელის პრემია უნდა და მშვიდობის დარგში და ამას ჩალიჩობს. ანუ ისე უნდა მშვიდობის მიღწევა, მე მრჩება შეიძლება რომ ის მზად არის რუსეთის ყველა მოთხოვნას დათანხმდეს. ელრიადის შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და ყველაფერი რასაც რუსები მოუყვნენ, გაიმეორა ხმამაღლა, რომ აი კიევს როცა უნდა მაშინ აიღებს, რაღაც ზელენსკი დიქტატორია, ომი მაგან დაიწყო და რაღაცები, ანუ ყველაფერს რასაც რუსები ამბობენ, იმეორებენ. ამაზე ამიტომ ამბობ, რომ ზელენსკის გაბრაზება სრულიად საფუძვლიანი. რუსები მოითხოვენ ყირიმის დე იურე აღიარებასაც და იმ დონეცკის და ლუგანსკის. ხო, ამერიკა რატო იმეორებს ამას ვამბობ. ხო, ახლა რატო იმეორებს და რატო ამბობს და 2015 წლიდან ეკითხვა, რატო აკეთებს ესეთ განცხადებებს? ეკითხვა, ხო, მე მგონი უკვე არ პასუხია რომ არ ვიცით, ეგეთია. რატო იძახდა რომ ვენესუელას საგიჟეთიდან ხალხს გვიგზავნიან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ხალხს გვიგზავნიან, საგიჟეთებს ცლიან და ჩვენ ხალხს გვიგზავნიან. რატო იძახდა? ანუ ეგეთია. რაცაც უნდა იმას ამბობს რაღაცა პოლიტიკური მიზანშეწონებისგან გამომდინარე. ზელენსკის დიქტატორი ეძახა და მეორე დღეს თქვათ იმაში, რა ქვია,
მეორე თუ არა ერთ კვირაში თუ ორ კვირაში თეთრსახში მიიღო. ანუ ეგეთი ცვლილებები ახასიათებს. და ეხლა ყველა გასაგებია ამერიკის პრეზიდენტია, მაგრამ მისი ყველა განცხადება ბუკვალურად ვერ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ეხლა ლაპარაკი იყო რომ ნატოს დაშლის და ეხლა არანაირ ნატოს არ დაშლის. ხო იქნება მუდმივი წუწუნი რომ ნაკლებს იხდიან, მაგრამ არანაირ ჯერსით ვერ დაშლის. ამის იურიდიული უფლება არ აქვს. შესაბამისად აქ რუსეთთან მოლაპარაკებები რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია, მაგრამ რუბიომ ეს თქვა და ალტერნატივა რა არის, რომ გვაქვს ასე თქვა პოზიციური გამოფიტვის ომი, როგორც თვითონ თქვა, ხო ხორცაკები მანქანა, რომელიც ასე თქვა რუსეთი ნელ-ნელა ტაატით, მაგრამ წინ მიდის და ეს იწვევს უზარმაზარ ფულს და ეს ტრამპისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ხო, რომ ფული უნდა დავზოგოთ. ის ამბობს, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხალხი უნდა გადავარჩინოთ და მეორე ფული უნდა დავზოგოთ და რუბიომაც თქვა, რომ რო ვკითხე ევროპელებს ალტერნატივა რა გაქვთ, ან არა აქვს პასუხი, ან პასუხი აქვს, რომ აი ერთ წელიწადი კიდე ვიომოთ და მე რუსეთი თვითონ მოითხოვს ზავს და ეს ამერიკისთვის ამ თუთას არის მიუღებელი, იმიტომ რომ ამერიკა ვერ ხედავს აი ეს ადმინისტრაცია ყოველ შემთხვევაში და ალბათ უბრალოდ ბაიდენით რა არის ამ ომის გამოსავალი. ხო არის ამერიკის თქვა ეს სტრატეგიული თქვა ეს გამოფიტვის ომი სანგრევში ჯდომა და ტრამპს მიაჩნია რომ ეს არ არის გამოსავალი. უკრაინელების მოსახლეობა ნაკლები ყავთ და შესაბამისად მეტი თუ ამ გამოფიტვის ომში შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს, ამიტომ საჭიროა ეხლა ამ ომის დამთავრება უკეთეს პირობებზე ან რაღაცა ცეცხლის შეწყვეტა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან ეფემერულია, იმიტომ დიდი ალბათობით პუტინი არანაირ ცეცხლს არ შეწყვეტს. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეხა პუტინის ეს მინსკი 1, 2 და 3 პუტინს არანაირად არ აწყობს ამ თუთას ცეცხლის შეწყვეტა. მას ურჩევნია რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს სამხედრო წნეხის ქვეშ და თქვა ის დიდი სამშვიდობო შეთანხმება შედგეს და არა ეხა შეწყდეს ცეცხლი და მერე თქვა დაიწყოს მოლაპარაკება, რომელიც გაიძელება. შესაბამისად, აქ არის უამრავი მანევრი და უამრავი ქვედინება. და შესაბამისად ესეთი მარტივიც არ არის რომ ახლა ზელენსკის უთხრეს რომ ახლა კაპიტულაციაზე მოაწერე ხელი. არანაირი დოკუმენტი ჯერ არ არსებობს. ერთადერთი დოკუმენტი იყო მინერალების შეთანხმება, რომელიც ახლა ზელენსკი ხო რაღაც მიზეზით გამოვიდა პრესკონფერენცია რომ დაიწყო, თავიდანვე ეტყობოდა ზელენსკის რომ იყო ძალიან გაბრაზებული და ყველა კითხვაზე დაახლოებით ეგრე პასუხობდა. ახლა უმიზეზოდ ხო არ იქნებოდა გაბრაზებული. გასაგებია რომ უკმაყოფილება არის, ახლა დიქტატორს რო გეძახის კაცი და ასევე მან სხვადასხვა ნაკლები პრობლემაა ეხა მან და. ხო არა, რა თქმა უნდა, ანუ კაი ურთიერთობები არ აქვს, ეს კაი ურთიერთობები წლების მანძილზე არ ქონდათ კაი ურთიერთობები და ნუ ზოგადად ეხლა იმას თეთრის ოვალურ ოფისში შეხვედრას თუ დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, თარჯიმანი უნდა გამოეყენებინა და როცა თარჯიმანი გითარგმნის, ჯერ ესე თქვათ ეს ვერბალური ესკალაციები და ერთმანეთის გაწყვეტინება და ჭუბი არ იქნებოდა, ყველა მოусმენდა თარჯიმანს და შესაბამისად მეტი დრო გაქვს, რომ თქვათ ტემპერატურამ დაიწიოს ოთახში და აზრი ასე თქვათ მოსაფიქრებლად მეტი დრო გაქვს. შესაბამისად, ეხა ზოგადად იმ ოთახის შეხვედრამ რა ცუდად იმოქმედა, მაგრამ ამოსავალ წერტილი რა თქმა უნდა არის ეს ფუნდამენტური უთანხმოება უკრაინასა და ამერიკას შორის უსაფრთხოების გარანტიები იქნება თუ ცეცხლის შეწყვეტა. ფაქტია, ტრამპი სხვანაირად ხედავს და ზელენსკი სხვანაირად ხედავს ამ პროცესს. მაგრამ ჩემი აზრით, უბრალოდ ზელენსკის უნდა ეცილია ტრამპისთვის, იმიტომ რომ პუტინი აუცილებლად რაღაცა საბოტაჟს კი არ ჩაშლის, ისიც მოითხოვს, რომელიც ამერიკელები არ და ვერ. ხო ხა პუტინი ალბათ. არა, ეგ რუსეთს მაშინ დაბრალდება თუ ტრამპი არ დათანხმდება რუსეთს, მაგრამ მე მეშინია რომ ტრამპი დათანხმდება რუსეთს ყველა პირობაზე, როგორც შინობას მიაღწიოს და ასე შემდეგ და ამას ეხა ამერიკელები ყირიმის დე იურე ანექს აღიარებას და ასე შემდეგ არ და ვერ დათანხმდებიან. შესაბამისად კი ბატონო, ნახოთ როგორ იქნება რა სიტყვის დღეს კონგრესში. მადლობა დიდი გიორგი ხატიაშვილი, გვერდებოდა